თუმდაც ვალერიან საღლიანის და ქალბატონ გაშაყანკვიციანის ოჯახი ყოველთვის შემართული იყო სამშობლოს საკეთილდღეოდ. ყველა მათი ფიქრი მოქმედება მიმართული იყო იმისათვის, რომ ჩვენ ერთ შეენარჩუნები და თვითმყოფადობა და ასეთივე სულისკვეთებით ცხოვრობენ დღეს ბატონი ერეკლე საღლიანი და მისი და ჩვენი ბერმოხა მანანა საღლიანი. ხოთმას არა კარგი. ხოჩალად ოღჯარხჩი. პირველ რიგში მინდა უღრმესი მადლობა მოახსენო ამ პატარა სოფელს, მის მოსახლეობას, რომელიც დღემდე მარტო დარჩა დიდი უშველებელი პრობლემის წინაშე. ძალიან ბევრი მოგერიება დასჭირდათ ბევრი რაღაცის ან განვლილ დღეებში და სამწუხაროდ ჩვენ მათ გვერდით აღარ ვიყავით. ამიტომ მე მინდა ბოდიში მოგიხადოთ პირველ რიგში და შევეცდები ის გაცდენილი დღეები ავინაზღაურო ბევრჯერ მეტად, როგორც ეს ადამიანისთვის იქნება შესაძლებელი. არის ერთი სოფელი სვანეთის ისტორიაში, სოფელი ხალდე, რომელიც გვამცნობს, რომელმაც ჩაწერა ერის ისტორიაში ოქროს ფურცელი. როდესაც ეს პატარა სოფელი შეეჭიდა იმ უზარმაზარ წინააღმდეგობას, რომელიც იყო დიდი რუსეთის საარტილერიო დანაყოფებთან შეჭიდება და გამკლავება, სამწუხაროდ, ჩვენ დასამწუხაროდ, ჩვენმა თანამემამულებმაც მონაწილეობა მიიღეს არა იმ პატარა სოფლის დახმარებაში, არამედ იმ ათღალათში. მე რატომ მოახსენე ეს? ჩემო ძვირფასო სვანებო, ვინც მისმენთ და ისტუმრებო, ისტორია მეორდება დღესაც და ყველას გასაგონად ვიტყვი, რომ იმ ავადმოსაგონარ წლებში, როცა პირველად ამოიღო სვანეთის მოსახლეობამ ხმა ამ გიგანტური ურჩხულის წინააღმდეგ, აქ ითქვა და გავიმეორებ, მე იმნაც სულნაც სახეებს მოვიგონებ, ცხონებული მერაბ კოსტავასი, ზვიად გამსახურდიასი, თორნიკე ფიფიასი და სამწუხაროდ, ჩემო ძვირფასო მეგრელო მეგობრებო, დაგეტყოთ, რომ არ გყავთ თორნიკე ფიფია. თითქოს თქვენ არ გელოდეთ ის საფრთხე, რომელიც საფრთხეც ამ გიგანტური ურჩხულების მშენებლობით ემუქრება მთლიანად საქართველოს და არა მარტო სვანეთს. ჩვენ ვიცავთ, იცოდეთ, ყველას გასაგონად დღევანდელ ხელისუფლებას, წასულ ხელისუფლებას, რომელმაც ძილში გაყიდა სვანეთი და ახალ ხელისუფლებას მიუვართა, იმიტომ რომ სოფელი, რომელიც უკანონოდ არის გაყიდული, იმის მაგივრად, რომ იმის პასუხისგებლობის საკითხით გემოდეს დღის წესრიგში, დღეს სხვა რაღაცას გვთავაზობს იგივეს, როგორ გავყიდოთ ქვეყანა და როგორ გავყიდოთ სამშობლო. არ ვიყიდებით და არ გაიყიდება, არ ღირს ეგ, შეუფასებელია და გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ. და რატომ? რამოდენიმე მეტრში არის წმინდა სალოცავი, შეგეწიოთ ყველას იმისი ძალა და მადლი. ეს სალოცავი არის იმ საფრთხის ქვეშ, რომ საერთოდ მოისრა საქაურობა. ახლა სადაც ვდგევართ, ეს აღარ იქნება, აქ იქნება წყალი და სხვა არაფერი. და როგორც მოგეხსენებათ, რა მოაქვს ამ დიდ სარკულ წარმონაქმნებს, ხელოვნურს მით უმეტეს, ანადგურებს ყოველივეს ადამიანის ჯანმრთელობას პირველ რიგში, ანადგურებს ისტორიულ ძეგლებს, ანადგურებს ყველაფერს ხეზე, ზედხეზე ლპება ნაყოფი ამ ნესტის და უბედურების შედეგად და გვიმტკიცებენ საპირისპიროს, რომ ეს თურმე არ ყოფილა მავნე, ეს თურმე სასარგებლოა და სვანეთის მოსახლეობა დაგტოვეს იმ პირველ ყოფაში, რომ ვართ წინააღმდეგი იმ პერსპექტივების, იმ ელექტროენერგიის, რომელსაც სასიკეთო მოაქვს.
არ ვარ ბატონებო წინააღმდეგი, მაგრამ არ გვიღირს იმის ფასად, რაც უნდა დავთმოთ, რა მსხვერპლიც უნდა გავიღოთ. არსებობს ალტერნატივა და გამოიყენონ აი ეს ალტერნატიული ქმედებები და შევიმუშაოთ ეს, რომ გადარჩეს დატბორვასა ეს ისტორიული კუთხე, რომელსაც ხაიში ქვია. ხაიში არის სვანეთის კარიბჭე. როდესაც მტერი მოდის და ციხე უნდა აიღოს, თუ ის გალავანი გამოიარა, იქ უკვე დამთავრდა. თუ ჩვენ ამ კარიბჭეს ვთმობთ, მაშინ ჩავთვალოთ, რომ სვანეთი აღარ არსებობს და ეს ვაწევტილი და დავთმეთ სვანეთი. სვანეთი არ დაითმობა. აი ამას ვიტყვი. შეჩერდეს ეს მავნებლური პროექტი და პირველ რიგში გამოჩნდეს ტრანსელექტრიკას ნაღდი მფლობელი. ნუ გველაპარაკება ფარფტის მიღმიდან. მოვიდეს და სააშკარაოდ დაგველაპარაკოს. ერთხელ და საბოლოოდ ვის ჯიბებს ეწირება სვანეთის კეთილდღეობა და სვანეთი საერთოდ. არ მინდა სიტყვა გამიგრძელდეს და მე მინდა არა ვართ არაფერში უკან დამხევი და არა ვართ დამთმობი არაფრის. მე მინდა მოგმართოთ იგივე სიტყვებით დიდგორის ომის წინ, რომ დავით აღმაშენებელმა ქართველ ჯარს მიმართა. ეჰა მეომარნო, ქრისტესანნო, თუ ღვთისმშვილის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკების ურიცხვი მდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ და ერთ რამეს გირჩევთ, თუ ეს ჩვენი სარგებლობისათვის კარგი იქნება. ჩვენ ხელების მაღლა აწევით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი დიდებისათვის უფრო დავიხოცებით, ვიდრე გავიქცევით. და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა ამ ხეობის შესავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთახშირი ხორგებით მტკიცედ შევკრათ და მტერს, როცა მოგვიახლოვდება საიერიშოთ, მტკიცე გულით დაუნდობლად შეუტიოთ. არ დაითმობა სვანეთი, არა ხუდონჰეს. მინდა წარმოგიდგინოთ ხაიში საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ვერიკო ჭკადუა თავისი სიტყვით. მოგესალმებით ხაიშის სკოლის სახელით. ძვირფასო ხაიშელებო, მოგმართავთ ასე, რადგან ჩემთვის ყველა ხაიშელია, ვინც ჩვენს გულის ტკივილს საკუთარ გულის ტკივილად თვლის და დღეს აქ ხაიში ჩვენს გვერდით დგას. ძვირფასო ადამიანებო, დიდი მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ერთადერთი ნუგეშია, ერთადერთი იმედია ამ სიცრუით, ძალადობით, ირონიით სავსე სამყაროში. თანამემამულეებო, ჩვენ მხოლოდ ბებია ბაბუის, დედმამის ნაშიერები კი არა, ქართველი ერის შვილები ვართ. ჩვენი უმთავრესი დანიშნულება ამ მიწა-წყლის შენარჩუნება, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა თავისი სისხლის, სიცოცხლით თასად შეინარჩუნეს და არ არსებობს სხვა ამაზე უფრო წმინდა მოვალეობა დედამიწაზე. სამშობლო უწინარეს ყოვლისა. ჩვენ არამც თუ უფროს თაობას, არამედ ახალგაზრდებსაც ძალიან კარგად გვესმის, რომ საქართველოს სჭირდება მდგრადი ეკონომიკა. მაგრამ ეს არამც და არამც არ უნდა მოხდეს ჩვენს ხარჯზე, ხაიშის ამოგდების, ამოძირკვის შედეგად. ჩვენი ერთადერთი გადაწყვეტილება ხაიში უპირველეს ყოვლისა. დღის წესრიგში არა მარტო ხაიშის, არამედ სვანეთის გადარჩენა დგას. სვანეთის იმიტომ, რომ ხუდონის აშენების შემთხვევაში სვანეთში ცხოვრება შეუძლებელი გახდება. ამიტომ მის გადასარჩენად არამც თუ ხაიში, არამედ სვანები, მთლიანად საქართველო, მისი ყველა კუთხის დიდი თუ პატარა ფეხზე უნდა დადგეს. უნდა გაერთიანდეს იმ ურჩხულის წინააღმდეგ, რომელსაც ხუდონჰესი ჰქვია და რომელიც სვანეთის გადაყლაპვას ლამობს. ხუდონის აშენება ეს იქნება მესამე ტერიტორიის დაკარგვა. საქართველოს ახლა ისე უჭირს, ისე ტკივა, როგორც არასდროს აქამდე და ამ ტკივილს მისი შვილები, მისი გამოზრდილები აყენებენ. ეს კი ძალიან დიდი უბედურებაა. სვანეთი დასაბამიდან იყო საქართველოს მფეთქავი გული. ხაიში კი ამ გულის სარქველი, სვანეთის კარიბჭე. დღეს ვიღაც ჩინოვნიკები ცდილობენ მის გაჩერებას. ვინ გაიგებს ჩვენს დარდს თუ არა თქვენ ძვირფასო ადამიანებო, ვისაც ჩვენი ტკივილი გაგითავისებიათ. როგორც უფალი, სამშობლოს ერთია ქვეყანაზე და როგორც უფალს არ დავთმობთ, ისე ხაიშს არ დავუთმობთ არავის, არასდროს, არაფრის გულისთვის.
ცემში ცურავს დღეს ჩვენი იმედი. დამეწმუნეთ, ამაზე დიდი ტკივილი არ არსებობს. როცა დაკარგვით შიში შეიგრძნო ჩვენმა სხეულებმა, მაშინ მივხვდით, რომ ამ მიწაზე ჯოჯოხეთიც კი სამოთხედ მოგვეჩვენებოდა. დღეს საქართველოსთვის ერთი გოჯი მიწა უფრო ძვირფასია ვიდრე ნებისმიერი სხვა რესურსი. იმ ფონზე რომ საქართველოს ტერიტორიის 30% ოკუპირებულია, იმ ფონზე რომ საქართველოს მთიანეთის არნახული დაცვა მიმდინარეობს, ჩვენ მზად ვართ უკანასკნელ სისხლის წვეთამდე ვიბრძოლოთ ხაიშის შესანარჩუნებლად. თუ მთელმა სვანეთმა გამარჯვება არ მოისურვა, დიდი ღმერთიც ვერ გვიშველის. ჭირში ყოფნის დროს გაძლება მუდამ ვაჟკაცის წესია უთქვამს ვაჟას და ჩვენც მზად ვართ. მზად ვართ და ერთ გორცსაც არ დავთმობთ. უკან ერთი ტურთიცაც არ დავიხებთ, ხოლო ჩვენი ფიცი ამის უწყოარი დასტურია. უკან დასახევი გზა ჩახერგილია. ცხოვრებაში ყველას თავისი ადგილი აქვს, რომელიც ღმერთმა მიაგო და ამ ადგილის წართმევას თვით უფალი არ შეარჩენს არავის. ფეს ნუ ამოგვიგდებთ, ნუ დაგვიმახინჯებთ სიცოცხლეს, ნუ გადაგურგავთ სხვა უფრო უცხო მიწაზე, თორემ უფლის სამართალი ყველას გაასწორებს. ხაიშელებისთვის ყველაფერი გადაწყვეტილია. არ გავცვლით სალსაკლდეებს უკვდავების სახეზე და არ გავცვლით ჩვენ სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზე და 30 ვერცხლზე არ ვიყიდებით. ვიბრძვით ბოლომდე პირველ რიგში ტაძრისთვის და იმ კურთხეული მიწისთვის, რომელიც ჩვენი წინაპრების ძვლებითაა გაჟღენთილი. ყოველგვარი ყოყმანის გარეშე. გწამს რომ ამ უთანასწორო ბრძოლაში თქვენ ჩვენს გვერდით იდგებით. ქრისტიანებო, ერთად დიდი გამარჯვებისკენ.